მე მინდა ყურადღება გამომახვილო კონკრეტულად დავით გაიხარაშვილთან დაკავშირებულ ისტორიაზე და ამ თავითვე მინდა დავიწყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით გაიხარაშვილის შვილი ჩვენს თვალწინ გუშინ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენ უფლებადამცველები, მისი ადვოკატი და გარდა ამისა სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძოდით, ამ ფაქტს ვაფასებთ როგორც პოლიტიკურ მძევალს თითო გაიხარაშვილს, იმდენად რამდენადაც დათო გაიხარაშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც მოიხადა თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თავისი მოქალაქეობრივი ვალი და მისცა ჩვენება ბაჩო ახალაიას, რევას ჭარბაძის, დავით ჭაკუას და საჟელასულების სისტემის სხვა დამნაშავე ჩინოვნიკების წინააღმდეგ და სწორედ მისი ჩვენების ერთ-ერთი მისი ჩვენების საფუძველზე ეს ადამიანები აღმოჩნდნენ განშილებით, თორემ არსებული ხელისუფლება ჯალათთა ამ ბანდას ჯალათთა ეს ბანდა იქნებ საერთოდაც ვერ გაესამართლებინა. დათო გაიხარაშვილი ჩვენებას იძლევა ციხის ბუნთან 2006 წლის მარტის მოვლენებიერი მოგეხსენებათ, მოვლენებთან დაკავშირებით და ამ ხელს, ამ გუნდს ჯალათობაში, პატიმრების ცემასა და წამებაში, რომელიც უშუალოდ გაიხარაშვილმა საკუთარ თავზე გადაიტანა. მოგეხსენებათ, გაიხარაშვილს ამის გამო ჯანმრთელობა მკვეთრად შეერღა, მას პრაქტიკულად ორგანიზში ძვალი არ აქვს მთელი დარჩენილი, ბარძაყის არც ერთი ძვალი არ აქვს და მის ნაცვლად ლითონები აქვს ჩაყენებული, მუხლის არც ერთი ძვალი არ აქვს, მენჯის ძვლები არის დამტრეული და შეკოწიწებული არის ეჩვეულებრივი რკინის ქანჩებით, რენტგენის სურათი რომ ნახოთ, ეს არის საოცარი სურათი და მისი ჯანმრთელობის აღსადგენად კალკულაცია როდესაც გაკეთდა, შეადგინა 400,000 ევრო დაახლოებით. საქართველოს ხელისუფლებამ ამ თაღის გადახდაზე მას უარი უთხრა და პრაქტიკულად სასიკვდილოდ გაწირა. ისევ სამოქალაქო საზოგადოებამ ამ ადამიანს შეუგროვეთ კაპიკები და მოახერხეთ მისი გერმანიაში გამგზავრება, თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომაც და მერიამაც რაღაც გარკვეული თანხა გაიღო, თუმცა ეს არ არის ის თანხა, რომელიც რეპრესირებულ და რეჟიმისგან დაზარალებულ ადამიანს სიცოცხლის გადასარჩენად უნდა გადასცე. მოკლედ აღმოჩნდა გერმანიაში ეს ადამიანი, იქ მოითხოვა თავშესაფარი, იქ კუნალობას დაპირდნენ, პოლიტიკურ დევნილადაც აღიარეს და ორმა წამყვანმა კლინიკამ დაადასტურა მისი წამების ფაქტი. ეხლა ეს პრეისტორია რატომ მომყევი? იმიტომ რომ თითო გაიხარაშვილის ისტორია არ შეიძლება განვიხილოთ აქედან დამოუკიდებლად და ცალკე. თითო გაიხარაშვილი არის დავით გაიხარაშვილის ერთადერთი შვილი, ის არის სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან რეალურად, თუმცა ამ ესე იგი გაჭირებულთა ჯგუფში არ ირიცხებიან ისინი ამ ეტაპზე, რეალურად არიან ისინი ზიღადაკის ზღვარს ქვემოთ. თითო გაიხარაშვილს მოკლედ ჰქონდა პირობითი სასჯელი, ესეც მოკლედ ცოტა გაზვიადებული თემა არის, ეგრეთ წოდებული პლანის მოწევასთან დაკავშირებით, თუმცა ამით ისარგებლა სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებმა და მას მოუწყვეს პროვოკაცია. ეს იყო შეგნებული პროვოკაცია, მას მიუგზავნეს მისივე უბნელი პოლიციელები, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაციაზე ახალგაზრდა ადამიანი, მიაყენეს მას შეურაცხყოფა, მოხდა იქ მოკლედ არასამუშაო დროს, არა ფორმაში ეს პოლიციელები, მამაშვილი, ბასილაშვილები, იქ მოხდა შეხლა, შემოხლა და ამის გამო დავით გაიხარაშვილი თავიდან მიეცა პასუხისგებაში და მას გაუცოცხლეს პირობითი სასჯელი და გუშინ ჩვენ თვალწინის დააპატიმრეს, როგორც მოგახსენეთ და მიუსაჯეს 4 წლამდე პატიმრობა. მე გუშინ ვესაუბრე დავით გაიხარაშვილს და უფლებამოსილი ვარ მისი თვალსაზრისი გაგაცნოთ. ის თავის შვილს აცხადებს პოლიტიკურ მძევლად და არც თუ უსაფუძვლოდ და მოითხოვს ამ საქმის ხელახლა გამოძიებას. გარდა ამისა, ხელისუფლების წინაშე ის აყენებს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და პრობლემას, რომ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლები, რომლებმაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც მოიხადეს და ჩვენება მისცეს რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ, არ არიან დაცულები,
არ არიან დაცული მათი ოჯახის წევრები და იმის მიუხედავად რომ მათი უზრუნველყოფა, მათი სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ხორციელდებოდეს, პირიქით მათი ოჯახის წევრები იმყოფებიან საფრთხის ქვეშ და დამნაშავე ელემენტებს საშუალება ეძლევათ აი ესეთი ზემოქმედებით შექმნან პრეცედენტები, რის შედეგადაც უკვე არც ერთი მოქალაქე ამის შემდეგ შიშის თუ სხვა ფაქტორის გამო აღარ დააპირებს დამნაშავე ელემენტის კანონის ფარგლებში და სასამართლოს ძალით ხილებას. ეს არის დათოს განცხადება, ის თავისუფლს აცხადებს პოლიტიკურ მძევლად და ხელისუფლებისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კოჰაბიტაციის პოლიტიკა და დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ საქმეზე რეაგირება, ობიექტურად გამოიძიოს ეს საქმე, ხოლო სამართლებრივად რა პრობლემები შეიქმნა ამის შესახებ უკვე ჩემი მეგობარი ინგა ბერიკაშვილი გესაუბრებათ, რომელიც ბოლო პროცესზეღა მივიყვანეთ ჩვენ ადვოკატად, თუმცა უკვე იქ აღარაფრის გამოსწორება აღარ იყო შესაძლებელი რეალურად და აქედან გამომდინარე იმ შედეგის წინაშე დავდექით, მაგრამ ვაცხადებთ ჩვენ რომ ვიწყებთ ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოების კუთხიდან აი ამ კოჰაბიტანტური რეჟიმის წინააღმდეგ და აქ ვამხელთ როგორც ძველი რეჟიმის წარმომადგენლებს, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ვინც თავის დროზე დიქტატურის წინააღმდეგ თავდაუზოგავად სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაწევრის ხარჯზე იბრძოლა. გულშემდელი ფაქტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო. ვინაიდან ახალგაზრდა დიმიტრი გაიხარაშვილი ცემის გამო დარბაზში დაგვიპატიმრეს, სამწუხაროდ მე ძალიან გვიან ჩავერთე აღნიშნულ სისხლისამართლის საქმეში და ფიზიკურად არც მტკიცებულებები არ გამაჩნდა პროცესზე, რომ გამემართლებინა, თუმცა ჩვენ ვაღიარებდით ამ დანაშაულს, ანუ ცემის ფანს კონკრეტულად. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ეგრეთ წოდებული დაზარალებული, რომელსაც მე აუცილებლად მოვიკვლევ, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც არასამსახურებო მოვალეობის დროს სპეციალურად ნასვამ მდგომარეობაში გამოეცხადა დიმიტრი გაიხარაშვილს საცხოვრებელ სახლთან და პროვოკაციაზე, ანუ უშუალო სიტყვებით ლანძღავდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯგუფში წამგო დიმიტრი და ვინაიდან ხა დიმიტრი ფიზიკურად მოსული ბავშვია, გაუსწორდა, თუმცა ის აღიარებს, რომ ცემა, მაგრამ იგი გუშინ პროცესზეც მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მე ჩემ დანაშაულს ვერ ვაცნობიერებდი მაგ მომენტში, ვინაიდან მამამისის უმძიმესი ცხოვრების გამო, რომელიც მან გამოიარა ბუნტის დროს და უკვე მოგახსენათ ბატონო ზაზამ და მე თავს აღარ შეგაწყენთ, აღნიშნულთან დაკავშირებით მე სასამართლოში ერთადერთი რაც შემეძლო პროცესზე წარვადგინე სამედიცინო ცნობა, სადაც პროფესორი გიორგი ნანეიშვილი აცხადებს, რომ დიმიტრი გაიხარაშვილი საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას, ანუ მას აქვს ფსიქიკური აშლილობა ყოველივე ამ სტრესის გამო, რაც განიცადა მისმა ოჯახმა. ცუდი ის, რომ მოსამართლემ არ ჩათვალა საჭიროდ აღნიშნული ცნობა. და ეხლა სამართლებრივად მეც ვიცი, რომ ექსპერტიზის დასკვნა იყო საჭირო, უბრალოდ ამას მე ვერ შევძლებდი ბოლო პროცესზე, წინასწარ გამოძიებაში კი არც გამომძიებლისგან, არც პროკურორისგან აღნიშნულთან დაკავშირებით არ ჩატარებულა ექსპერტიზა, რათა დადგენილიყო დიმიტრი გაიხარაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმ დროისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოქმედ თანამშრომელზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ დაზარებულად ცნეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყო. სასამართლოზე არ გამოცხადდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაზარალებული პროცესზე არ გამოცხადებულა და ჩვენება არ მიუცია. ანუ მოსამართლემ აბსოლუტურად ბრალდების ყველა მტკიცება პირდაპირ ჩათვალა მტკიცებულებად, თუმცა აქ დიმიტრი გაიხარაშვილის უფლებებს ვინც იცავდა, გაცვლით იმასში ხელი ჰქონდათ ყველაფერზე მოწერილი, ამიტომ ჩვენ პროცესზე ვერაფერს ვეღარ გავაკეთებდით, უკვე მომთავრებული იყო მტკიცების ტვირთი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანთ გენერალურ ინსპექციაში საჩივარს და აუცილებლად მოვითხოვთ ამ ადამიანის იდენტიფიცირებას და საერთოდ ეჭვი გვაქვს, რომ სხვა საქმეებშიც აქვს მას მონაწილეობა მიღებული და ჩვენ გვჯერა, რომ სიმართლეს დავადგენთ აუცილებლად.
ძიმე დანაშაულებში მხილებულ ჩინოვნიკებს, რეჟიმის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. უჟიან მცირე ხნით პატიმრობას, 4-5 წლით პატიმრობას და ამავე რაოდენობით, ამავე დროით პატიმრობას უსჯიან მათგან რეპრესირებული ადამიანის ოჯახის წევრს. ანუ ეს ბუნებაში წარმოუდგენელი რამ არის, რომ ადამიანის ცემის გამო, ვთქვათ, კონფლიქტის გამო, ფიზიკური კონფლიქტის გამო ადამიანს მიუსაჯო 4 წელი და ამავე რაოდენობის სასჯელი მიუსაჯო უამრავი ადამიანის წამებაში, მკვლელობაში, შეურაცხყოფაში თუ დათრგუნვაში მონაწილეობის მიმღებ ჩინოვნიკებს. აი ეს არის პრეცედენტი საქართველოს თანამედროვეობაში. ჩვენ ამას გინდაც კანონის დეფექტი დავარქვათ, გინდაც თქვათ საზოგადოების მორალური პრობლემა, ფაქტია, რომ 4 წელი ერგება დავით გაიხარაშვილის, რეპრესირებულ დავით გაიხარაშვილის შვილს და 4 წელი და ცოტა მეტი თუ ცოტა ნაკლები ერგებათ სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებს. უბრალოდ ჩვეულებრივი ჩხუბისთვის, არა სამსახურებრივი დროს, არა ფორმაში პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებიც დიდი ალბათობით პროვოკაციის მიზნით მოქმედებდნენ და რეალურად ეს იყო შურისძიება დავით გაიხარაშვილის მიერ მიცემული ჩვენების გამო. სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენებისგან. დავით გაიხარაშვილი არაერთხელ იუწყებოდა, რომ მასზე ასეთი სახის შურისძიება ფიზიკური ლიკვიდაციის ჩათვლით მართლაც იგეგმებოდა, მას ჰქონდა ასეთი ინფორმაციები.